ყოველჯერ როცა მესმის ფრაზა და მეუბნები იმ ფრაზას ფსიქოლოგს თავად ფსიქოლოგი სჭირდება და აი ამაში რო ფულს მიხდიდნენ მილიონერი ვიქნებოდიო სკოლის პერიოდში მე რო თქვი ფსიქოლოგია მაინტერესებს ხო კაცმა ბიჭმა რა ფსიქოლოგი შენ თვითონ გჭირდებაო დონეზე აბსურდი ეგ ფრაზა იცით როგორი პონტი იცი ახლა მე რო ვთქო რომ აი სტომატოლოგს რატო თქვა კბილი ხო შეუძლია რომ თავად მოირჩინოს კბილი ხო შეიძლება თავად რო ამოიღოს ხო შეიძლება თავად გაუკეთოს ბჟენი ანუ ის რა ქვია გულის ექიმი გული რო ატკივდება და ვაიმე გაიგეთოს თავად ოპერაცია ხო არ პროფესიონალი რატო ვერ გაიგეთებს თავად ოპერაციას დაიბით დონეზე აბსურდია და ზოგადად ფსიქოლოგი რატო გონიათ ძალიან ესე უსტრესო უნეგატიო ძალიან აი ყოველდღიურ მედიტირებს ასეთი ძალიან წმინდა ადამიანი არა ფსიქოლოგი იგივე ადამიანი როგორც შენ უბრალოდ მასაკ მეტი ცოდნა და კი შედარებით ნაკლებად არის ნეგატივით სავსე ასე ვთქვათ იმიტომ რომ თავად იაზრებს თავის ემოციებს და ხდება რომ ეს ჩემი ნეგატივი რომც გავაზიარო არაფერი არ შეიძლება ფსიქოლოგს არ აქვს უფლება შენ რჩევა მოგცეს რომ აი ასე მოიგეცი შენ არა შენ მიდიხარ მასთან პრობლემით და ეგ მაგ პრობლემას შენ გაგიშლის დაგანახებს თავად რაშია პრობლემა რატო გაზიანებს და თუ გაზიანებს როგორ უნდა გამოასწორა ნუ გეუბნება გზას ოღონდ ისე კი არა პირდაპირ შენ თვითონ რო დაინახო რათა მინდა ფსიქოლოგი ChatGPT-ს მივწერ და მომიგმარებს პრობლემას ან მეგობარს გაუზიარებ და ვсё გაზიარება პრობლემის სხვა და როცა მოგვარება გინე პრობლემის რომელიც გაზიანებს შენ ექსულ სხვა იმიტომ რომ შეიძლება რაღაც პრობლემა მაქვს ხო გავაზიარე რაღაც და მომეშვა გულზე რომ აი შეხერე მომისმინეს რაღაც მხარი დამიჭირეს მაგრამ ეს პრობლემა მოტრიალდება თუ შენ არ დაამუშავებ პრობლემა მართლა რომელიც მართლა გაზიანებს ხდებით და ფსიქოლოგი სუსტად მაგას აკეთებს ნუღარ ეძახით ეგ მაგ ფრაზას მე თვითონ ფსიქოლოგი მჭირდება ან ფსიქოლოგსაც ფსიქოლოგი მჭირდება კი იმიტომ რომ ის ადამიანი ჩვეულებრივად ხო იგის სტრესგან იცდის ის თავის თავის ტრამები სტრესი და პრობლემები აქვს ამდენი ფსიქოლოგია რა თქმა უნდა რომელიც თავად თავის თავს არჩენს იმ თავის აზრებით და ცოდნით მაგრამ მაინც სხვა ეგ და სულ სხვა როცა ადამიანს უზიარებ და ადამიანი გეხმარება